რუსეთი ინგრევა, მისი დანაკარგების მაჩვენებელი იზრდება, ეკონომიკა ინგრევა და მისი წინახაზის ძალები წინ ვერ მიიწევენ. ოდესღაც ძლევამოსილი კრემლის საომარი მანქანა ახლა მხოლოდ ჭრტილია იმისა, რაც ადრე იყო. და მიუხედავად იმისა, რომ ასობით მილი აშორებს ბრძოლის ველს, მოსკოვი მაინც გრძნობს ზეწოლას. იქ თავად რუსეთის გულში კრემლის მაღალჩინოსნები, გამაგრებული ნაციონალისტები და თვით ვლადიმირ პუტინიც ვეღარ გაექცევიან მწარე სიმართლეს, რომელიც პირდაპირ თვალებში უყურებთ. ომის ბედი სწრაფად იცვლება უკრაინის სასარგებლოდ და რუსეთი საშიშად უახლოვდება ერთ-ერთ ყველაზე დამამცირებელ და ძვირადღირებულ სტრატეგიულ მარცხს, რაც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს. პუტინს ეს არასდროს წარმოედგინა. ომის პირველ დღეებსა და კვირებში ჯერ კიდევ 2022 წელს მისი ძალები ზუსტად იმას აკეთებდნენ, რასაც ის ელოდა მათგან. ისინი ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან გადმოვიდნენ უკრაინაში და შედარებით სწრაფი ტემპით იკავებდნენ ტერიტორიებს. უკრაინული ქალაქები და დაბები მალე დაეცა და კრემლის არმიაც კი საშიშად მიუახლოვდა ქვეყნის დედაქალაქ კიევს. ერთ ეტაპზე 2022 წლის მარტის ბოლოს რუსეთი უკრაინის დაახლოებით 27%-ს აკონტროლებდა. პუტინს ალბათ უკვე ჰქონდა შამპანური გაგრილებული, რადგან თითქმის გარდაუვალი ჩანდა, რომ მისი ბევრად დიდი არმია გააგრძელებდა მოწინააღმდეგის განადგურებას. ასე ჩანდა, რომ მხოლოდ დროის საკითხი იყო, სანამ პუტინის თავდაპირველად მიზნად დასახული 4 აღმოსავლეთის რეგიონი, დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპორიჟია სრულად არ გადავიდოდა მის კონტროლში. და ახლა უკვე ვიცით, რომ ეს არ მოხდა. რადგან სინამდვილეში ის მოხდა, რომ რუსეთის არმიის წარმატება პიკს 2022 წლის მარტში მიაღწია. შემდეგ თვეებში ყველაფერი შეიცვალა. დასავლეთის მოკავშირეების დახმარებით უკრაინამ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის ოპერაცია განახორციელა. დაიბრუნა ათასობით კვადრატული მილი დაკარგული ტერიტორია. რუსები მთლიანად გააძევა გარკვეული რეგიონებიდან და საბოლოოდ ფრონტის ხაზი დაასტაბილურა. რუსეთის კონტროლი 2022 წლის ბოლოსთვის 27%-დან დაახლოებით 18%-მდე შემცირდა. მას შემდეგ ყოველ წელს რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. ასე რომ ომი, რომელიც რამდენიმე კვირაში ან მაქსიმუმ რამდენიმე თვეში დასრულებულად ჩანდა, ახლა უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ნაცისტურ გერმანიასთან მეორე მსოფლიო ომში იბრძოლა. და რაც მეტი დრო გადის, მით უფრო უარესდება რუსეთის მოქმედება. თავდაპირველად 2022 წლის ბოლოს წარუმატებლობის შემდეგაც კი კრემლის საომარი მანქანა მაინც ახერხებდა გადაჯგუფებას, ძალების მოკრებას და უკრაინის ტერიტორიების დაბრუნებას. ის აღარ მოძრაობდა ისეთი სისწრაფით, როგორც პირველ კვირებში, მაგრამ მაინც ახერხებდა გარკვეულ წარმატებებს აქა-იქ დრო და დრო. თუმცა 2026 წელს რუსეთის წინახაზის ძალები მეტნაკლებად გაჩერდა. მათი მიღწევები თითქმის ნულამდე დაეცა და ზოგიერთ რაიონში ფაქტობრივად უფრო მეტ მიწას კარგავენ, ვიდრე იკავებენ, რაც უკრაინის სულ უფრო ძლიერ კონტრშეტევით ზომებს უნდა უმადლოდეთ. ამ სიტუაციის ორი ექსპერტი, საერთაშორისო პოლიტიკური კონსულტანტი დოქტორი ჯეისონ ჯეი სმარტი და ყოფილი საზღვაო ძალების სპეციალური დანაყოფის SEAL Team 6-ის ლიდერი ჩაკ ფარა, ცოტა ხნის წინ შეხვდნენ და განიხილეს კრემლის საშინელი შედეგები 2026 წლის პირველი კვარტალში. ფარამ სიტუაცია საკმაოდ მოკლედ ასე შეაჯამა. ჯეისონ ამ ეტაპზე პირველ კვარტალში რუსებმა დაიკავეს საერთო ფართობი, რომელიც ფრეზნოს კალიფორნიის ზომას უტოლდება. ასე რომ ეს გამარჯვება არ არის. და ამ მტკიცების დასადასტურებლად უამრავი მონაცემი არსებობს. მაგალითად, ომის კვლევის ინსტიტუტის ISW-ს მიერ 2026 წლის 31 მარტს გამოქვეყნებულმა ანგარიშმა ეს დაადასტურა. რუსეთის წისვლა მნიშვნელოვნად შენელდა 2025 წლის მეორე ნახევარში და 2026 წლის დასაწყისში, ხოლო 2026 წლის პირველ თვეებში მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა. რუსეთის ძალები 2026 წლის პირველ 3 თვეში საშუალოდ დღეში 5.5 კვადრატულ კილომეტრზე მიიწევდნენ წინ, მაშინ როცა 2025 წლის პირველ 3 თვეში ეს მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 11.06 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა. თუ ამ მონაცემებს უფრო დეტალურად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ რუსეთმა იანვარში დაახლოებით 319 კვადრატული კილომეტრი, ანუ 123 კვადრატული მილი დაიკავა. თებერვალში მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა, რადგან კრემლის ძალებმა მხოლოდ 123 კვადრატული კილომეტრი, ანუ 47 კვადრატული მილი დაიკავეს. ეს იყო ყველაზე მცირე წინსვლა 2024 წლის აპრილის შემდეგ. 2026 წლის თებერვალიც გამორჩეული თვე იყო, რადგან უკრაინულმა ძალებმა უფრო მეტი ტერიტორია აიღეს, ვიდრე დაკარგეს. როგორც დაადასტურა ISW-ის ერთ-ერთმა კონფლიქტის ანალიტიკოსმა ჯორჯ ბაროსმა, რომელმაც Business Insider-ს უთხრა, უკრაინელები უფრო მეტ ტერიტორიას იბრუნებენ. განსაკუთრებით თებერვალში უკრაინელებმა უფრო მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს ფრონტზე, ვიდრე რუსებმა დაიკავეს. ბოლო შემთხვევა, როცა უკრაინულმა ძალებმა უფრო მეტი ტერიტორია დაიბრუნეს, ვიდრე რუსებმა დაიკავეს, 2023 წელს იყო. ეს ახალი მოვლენაა. ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი. ნიშანი იმისა, რომ რუსეთი უბრალოდ არ ანელებდა ტემპს, არამედ უკრაინა რეალურად იცრებდა მის გადასწრებას.
მარტში კრემლისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, რადგან რუსეთის არმიამ თითქმის არანაირი ტერიტორიული წინსვლა არ დააფიქსირა უკრაინის ფრონტის ხაზზე, პირველად 2 წლისა და ნახევრის განმავლობაში. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მან მხოლოდ 23 კვადრატული კილომეტრი, ანუ 9 კვადრატული მილი დაიკავა. ამასთან ერთად კი სხვა უბნებში გარკვეული ტერიტორიაც დაკარგა. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, რუსეთის არმია უბრალოდ კი არ შენელებულა, ის თითქმის საერთოდ აღარ მოძრაობს. მართალია 2024 წლის იანვრიდან რუსეთის ძალები უმეტეს უბნებში აქტიურად უტევენ, მაგრამ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა დაადგინა, რომ ამ ადგილების უმეტესობაში რუსული ძალები ძალიან ნელა ლოკოკინას სიჩქარით გადაადგილდებიან. მაგალითად, ერთ-ერთ მათ ყველაზე დიდ კამპანიაში, პოლკროვსკის ქალაქზე ხანგრძლივი შეტევა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ რამდენიმე კვირა უნდა გაგრძელებულიყო, საბოლოოდ კი რამდენიმე წელს გაგრძელდა. რუსებმა მხოლოდ 50 კილომეტრი, ანუ 31 მილი გადაინაცვლეს ავდივკადან პოხროვსკამდე, 2024 წლის თებერვლიდან 2026 წლის იანვრამდე. ეს საშუალო სიჩქარით დღეში დაახლოებით 70 მეტრი, ანუ 230 ფუტია. ეს უფრო ნელია, ვიდრე მოკავშირე ძალებმა შეძლეს წინსვლა პირველი მსოფლიო ომის სახელგანთქმული სომის ბრძოლის დროს, საუკუნეზე მეტი ხნის წინ. რუსეთის შეტევები სხვა ადგილებში, როგორიცაა კუპიანსკი და ჩასიფიარი, კიდევ უფრო ნელია. კრემლს ზოგჯერ რამდენიმე თვე სჭირდება, რომ ყველაზე პატარა დასახლებები ან ორმოებით მოფენილი მიწის ზოლებიც კი აიღოს. ამ დაცემული ტემპებით რუსეთს წლები დასჭირდება რირდება, რომ საბოლოოდ აიღოს ის 4 რეგიონი, რომლებიც პუტინმა თავდაპირველად დაისახა მიზნად. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ძვირი უჯდება ეს ომი რუსეთის ეკონომიკას და მით უფრო საზიანოა პუტინის მემკვიდრეობისთვის. და მიზეზი, რის გამოც მოსკოვი პანიკაშია, მხოლოდ ის არ არის, რომ რუსეთის არმია ასე ნელა მიიძერს. საქმე იმაშიცაა, რომ არმია უპრეცედენტო ტემპით კარგავს ჯარისკაცებს. 2025 წელიც საკმარისად მძიმე იყო, მაგრამ 2026 წლის პირველი თვეები კრემლის ძალებისთვის ნამდვილად კატასტროფული აღმოჩნდა. მხოლოდ მარტში საერთო დანაკარგებმა 35300 გადააჯარბა, რაც თებერვალთან შედარებით 29%-ით მეტია. მიუხედავად იმისა, რომ შეფასებები წყაროების მიხედვით განსხვავდება, წლის პირველ კვარტალში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა 100,000-ზე მეტი ადამიანი დაკარგა. როგორც ჩაკ ფარაჰი აღნიშნავს, ასეთი მაჩვენებლები სრულიად არამდგრადია. სიმართლე ისაა, რომ რუსეთი წელიწადში 360,000 მსხვერპლს კარგავს, რაც ფაქტობრივად დღეში 1000 ადამიანს ნიშნავს. ეს 2 ბატალიონია, ძალების ზომაზე დამოკიდებულია. შეიძლება 3 ბატალიონიც იყოს. ვერც ერთი არმია ვერ გაუძლებს ასეთ დანაკარგებს, თუნდაც ის ეკუთვნოდეს ყველაზე დიდ და ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანას პლანეტაზე. რადგან მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მოსახლეობა 140 მილიონზე მეტი ხავს, ის ვერ შეძლებს დაღუპული ან დაჭრილი ჯარისკაცების უსასრულოდ ჩანაცვლებას. რიცხვები საბოლოოდ დაიწყებს შემცირებას. სინამდვილეში ეს უკვე ხდება. 2026 წლის დასაწყისში გავრცელებულმა ცნობებმა აჩვენა, რომ მოსკოვს სულ უფრო უჭირს საკმარისი რეკრუტების პოვნა, რათა შეავსოს თავისი რიგები და ანაზვაუროს ეს აბსურდულად მაღალი დანაკარგები. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მიმართავს სასოწარკვეთილ ზომებს, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობების დაშინება, აფრიკიდან დაქირავებული მებრძოლების მოზიდვა, ჩრდილოეთ კორეიდან ჯარისკაცების ჩამოყვანა, მსჯავრდებული გამაუპატიურებლებისა და მკვლელების ფრონტზე გაგზავნა და ხანგრძლივი ავადმყოფობის მქონე ადამიანების მობილიზება, რუსეთი მაინც ძალიან შორსაა თავისი რეკრუტირების მიზნების მიღწევიდან. ახლა კი ხელისუფლება იძულებულია ზეწოლა მოახდინოს ისეთ ადგილებზე, როგორიცაა უნივერსიტეტები და კომპანიები, ქვეყნის მასშტაბით თითქმის მუდარით, სთხოვს მათ დაარწმუნონ სტუდენტები ან თანამშრომლები, რომ საკუთარი მომავალი გასცირონ და შეუერთდნენ სამხედრო ძალებს. მაშინაც კი ესეთი ტიპის რეკრუტირების კამპანიებს შეზღუდული ეფექტურობა აქვს და უკრაინა იმედოვნებს, რომ მალე ყოველ თვეში რუსეთს 50,000-მდე დანაკარგს მიაყენებს. აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ კრემლმა შეძლოს საკუთარი რიგების შევსება. როგორც ფარაჰი ამბობს, ასეთი რაოდენობა მათ დანაკარგებს ვერ დაფარავს და ნამდვილად არ მისცემს საშუალებას, რომ ძირითადი სამხედრო მანევრების ან ოპერაციების, მაგალითად მომავალი ეგრეთ წოდებული ზაფხულის შეტევის წინ, სმარტიც ეთანხმება და აღნიშნავს, რომ როდესაც დანაკარგების მაჩვენებელს უყურებთ და ამას ფრონტის ძალების ნელი წინსვლაც ემატება, რუსეთი ახლა დონეცკის რეგიონში დაახლოებით 316 ჯარისკაცს კარგავს თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე. ეს შთამბეჭდავი სტატისტიკაა. რუსეთი მთელი ომის განმავლობაში მინიმალური მიღწევებისთვის ჯარისკაცებს მასობრივად კარგავდა. მაგრამ 2026 წელს ეს მაჩვენებლები უპრეცედენტო დონეს მიაღწია. 10,000-ობით დანაკარგი, თითქმის ყოველგვარი მნიშვნელოვანი წარმატების გარეშე. მაგრამ სანამ ამაზე საუბარს დავიწყებთ, The Military Show სრულ სურათს გაჩვენებთ და არა მხოლოდ სათაურებს. გამოიწერეთ არხი, რომ ინფორმირებული იყოთ. ეხლა რუსეთის 2026 წლის სირთულეების უკან მხოლოდ ერთი მიზეზი ანდგას. არამედ მთელი ქსელია ურთიერთდაკავშირებული ფაქტორებისა, რომლებმაც ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად ჩაძირეს კრემლის ძალები მძიმე მდგომარეობაში. ფარაჰი აღნიშნავს მაგალითად, როგორ დაკარგა მოსკოვის არმიამ ომის განმავლობაში თავისი ჯავშან ტექნიკის დიდი ნაწილი. რუსეთმა დაკარგა 11,000-ზე მეტი ტანკი, რაც 5-ჯერ აღემატება ყველა ევროპული ნატოს პარტნიორის მიერ ერთად გამოყვანილი ტანკების რაოდენობას.
ის აგრძელებს და აღნიშნავს, რომ რუსეთის უზარმაზარი საბჭოთა პერიოდის ჯავშან ტექნიკის მარაგებით ძლიერი წურება, თუმცა ჯერ არ ამოწურულა, რადგან ასობით T-72 და T-80-ის ვერსიები კვლავ აქტიურად გამოიყენება და რემონტიც უტარდებათ. და რადგან კრემლის სამხედრო მანქანას არ აქვს საკმარისი რაოდენობის ახალი ან უფრო თანამედროვე მოდელები, მას სულ უფრო ხშირად უწევს ისეთი ძველი პლატფორმების გამოყენება, როგორიცაა T-72, რომელიც ნამდვილი რელიქვია და 1960-იანი წლების დასაწყისიდან მოდის. როგორც ფარაჰი ამბობს, ეს ის ტიპის ტანკია, რომლის შესახებაც ცივი ომის ლიდერებს, მაგალითად პრეზიდენტ ჯონ ფ. კენედის, აცნობდნენ მისი წარდგენისას. იმ ეპოქაში, როცა კულტურული აიკონებიც კი, როგორც იყო ელვის პრესლი, ევროპაში მსახურობდნენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მზარდი დაძაბულობის ფონზე. თუმცა მაშინ მისი შიშები უფრო მეტად პოპულარობის დაკარგვას ეხებოდა, ვიდრე კონკრეტულ შეიარაღებულ სისტემებს. აი, რამდენად ძველი და მოძველებულია ის. ეს დამანგრეველი ბრალდება იმ ქვეყნისთვის, რომელიც ერთ-ერთ წამყვან სამხედრო ზესახელმწიფოდ ითვლება. თუ მისი საუკეთესო ტანკი მუზეუმში უნდა იყოს და არა ბრძოლის ველზე. და თუ ტანკებისა და სხვა ჯავშან ტექნიკის დიდი რაოდენობით გამოყენება არ შეუძლიათ, გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის წინა ხაზები ინგრევა. ვერ დაიპყრობ დიდ ტერიტორიებს ან ქალაქებს, მხოლოდ მცირე ჯარისკაცთა დაჯგუფებით. ჯავშან ტექნიკა გჭირდება. ჩვენ გვჭირდება დიდი და ძლიერი მანქანები, რომლებიც შეძლებენ გამაგრებული ხაზების გარღვევას, თავდაცვითი ხაზების განადგურებას, პოზიციებში შეღწევას და ჯარისკაცებისთვის გზის გაკაფას, რათა ისინი წინ წავიდნენ და ტერიტორია დაიკავონ. რუსეთს ეს არ აქვს. მას თითქმის მხოლოდ თვითმკვლელი რაზმები ყავს, თითოეულ ჯგუფში 15-20 ჯარისკაცით. ისინი აგდებენ ხორცსაკებში, უბრძანებენ, პირდაპირ შევიდნენ ბრძოლით სავსე სასიკვდილო ზონებში, სადაც უკრაინელი დრონების ოპერატორები, არტილერისტები, სნაიპერები და სხვა სპეციალისტები მათ ისე ანადგურებენ, თითქოს კასში თევზებს ესროლონ. კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ რუსეთის შეტევითი დანაყოფები 2026 წელს ვეღარ გავს იმას, რაც ომის დასაწყისში იყო. იმ დროს კრემლის არმია ძირითადად შედგებოდა უკეთესი სიტყვის უქონლობის გამო ნამდვილი ჯარისკაცებისგან, მამაკაცებისგან, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება სამხედრო საქმეს მიუძღვნეს. მამაკაცები, რომლებსაც საბრძოლო გამოცდილების წლები ჰქონდათ, იცოდნენ, როგორ ემუშავათ მათ განკარგულებაში არსებულ იარაღსა და ტექნიკასთან, შეეძლოთ შედარებით მშვიდად დარჩენილიყვნენ ზეწოლის ქვეშ და თავდაჯერებულები ყოფილიყვნენ საბრძოლო სიტუაციებში, რადგან მსგავსი რამ მათ უკვე გამოეცადათ. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად სურდათ თავიანთი სამშობლოსთვის ებრძოლათ და სჯეროდათ იმ საქმის, რასაც აკეთებდნენ. დღესდღეობით საქმე სრულიად სხვაგვარადაა, რადგან წლების განმავლობაში იმ თავდაპირველი კარიერული სამხედროებიდან ბევრი ან დაჭრილია, ან უკრაინაში დაიღუპა და ისინი, ვინც მათ შეცვალეს, იმავე დონეზე ვერ არიან. როგორც ადრე აღინიშნა, რუსეთის არმია დღეს ძირითადად მსჯავრდებულებითაა დაკომპლექტებული. ადამიანები, რომლებიც სუსტად ან ავადმყოფურად არიან, ადამიანები, რომლებიც იძულებით ან შანტაჟით აიძულეს სამხედრო სამსახურში ჩაწერილიყვნენ, ან ისეთები, ვინც მხოლოდ ფულის გამო არიან იქ. მათ მოტყუებით დაფიდნენ დიდ ანაზღაურებასა და მაღალ ხელფასებს, რათა ოჯახებისთვის დახმარება გაეწიათ სამშობლოში. ესენი პროფესიონალი სამხედროები არ არიან. ესენი არ არიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილად მზად არიან სიცოცხლე გასცირონ დედა რუსეთისთვის. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საბოლოო ჯამში საერთოდ არ სურთ წინა ხაზზე ყოფნა. ადამიანები, რომლებიც ურჩევნიათ სხვაგან იყვნენ და ხშირად ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებენ, რომ ან დანებდნენ, ან გაიქცნენ, ან როგორმე აირიდონ კრემლის თვითმკვლელურ შეტევებში გაგზავნა. როგორც ფარაჰი ამატებს, ამ ჯარისკაცებს არც სწორად წურთნიან და არც ამზადებენ იმისთვის, რაც წინა ხაზზე ელით. ის ამბობს, რომ რუსეთი შევიდა წარმოუდგენლად საშიშ და გამოუსწორებელ სამხედრო ფენომენში, სადაც ჯარისკაცების წურთნის დრო აღარ აქვთ. ამიტომაც უკრაინის ბრძოლის ველზე მისული სამოქალაქო პირები არ ფლობენ საბრძოლო მოქმედებებში გადარჩენისთვის აუცილებელ საბაზისო უნარებს. ყოფილი სილთი 6-ის ესკადრონის ლიდერი ასახელებს ვიდეოს, სადაც მან ნახა, როგორ იდგა 20-მდე რუსი ჯარისკაცი ტყეში, ერთ დიდ ჯგუფად, სანამ უკრაინული თერმული დრონი მათ არ მოაჩენდა და გაანადგურებდა. ის აგრძელებს და ამბობს, რომ უმეტეს შემთხვევაში ამ ახალწროულებს უბრალოდ არ აქვთ წარმოდგენა რა უნდა გააკეთონ ან სად წავიდნენ ფრონტზე მისვლისას. ზოგიერთები კი უბრალოდ იკარგებიან და გზას ვერ პოულობენ. შედეგად მორალიც სწრაფად ეცემა და ეს მნიშვნელოვანია, რადგან მორალი ერთ-ერთი იმ უხილავი, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორია, რომელიც ნებისმიერი ხანგრძლივი კონფლიქტის წარმატებას განსაზღვრავს. თუ შენი ჯარისკაცები თავდაჯერებულები არიან, მოტივირებულები და ხელმძღვანელებისგან შთაგონებულები, ისინი ბევრად უფრო მზად იქნებიან, რომ ყველა ოპერაციაში მაქსიმუმი გააკეთონ, რაც შეიძლება მნიშვნელოვან წარმატებებამდე მიიყვანოს, თუნდაც რთულ პირობებში. მეორე მხრივ, როცა ყავს არმია, რომლის წევრები იმედგაცრუებულები, შეშინებულები არიან და თითქმის მხოლოდ საკუთარ გადარჩენაზე ფიქრობენ და არა საერთო ძალის ხმევაზე, ისინი არ წავლენ იქ, რომ ყველაფერი გააკეთონ ან სამშობლოსთვის დაიღუპონ. ისინი ეცდებიან იპოვონ ნებისმიერი გამოსავალი და გააკეთონ ის, რაც მათთვისაა საუკეთესო და არა არმიისთვის. აი რატო, როგორც ჯეისონ სმარტი ამბობს, სულ უფრო მეტი ჯარისკაცი დეზერტირობს, რადგან რუს ჯარისკაცებს ავარ უნდათ იმ საშიშ ფრონტის ხაზის სასიკვდილო ზონებში საჭიროებაზე მეტხანს დარჩენა. ეს სერიოზულად ცუდი ამბავია მოსკოვის მალჩინოსნებისთვის, რომლებიც გამოწვევებს აწყდებიან, რაზეც უბრალოდ აღარ აქვთ პასუხი.
და პრობლემები მხოლოდ ფრონტის ხაზზე არ არის, არამედ მთელ რუსეთში, სადაც ომის შედეგები უფრო მეტად იგრძნობა ვიდრე ოდესმე. Smartis თქმით, ახლა უკვე 35 სხვადასხვა რუსული რეგიონი ძლივს ახერხებს ბიუჯეტის დაბალანსებას, რადგან მათ უწევთ დიდი თანხების დახარჯვა ერთჯერად წახალისებებსა და რეკრუტირების ბონუსებზე. ქვეყნის მასშტაბით უკმაყოფილო ოფიციალურ პირები სულ უფრო ხშირად იძულებულნი არიან დახარჯონ თავიანთი შეზღუდული დრო, ფინანსები და რესურსები, რათა დაარწმუნონ არამზადად განწყობილი მოქალაქეები ომში წასვლაზე დათანხმდნენ, რომელშიც ბრძოლა არ სურთ. ამის ნაცვლად ისინი თანხებს ხარჯავენ ომში, ვიდრე აუცილებელ სერვისებში, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და გზების, ქალაქებისა და დასახლებების მოვლა პატრონობა. შედეგად რუსეთში ცხოვრება დღითი დღე უარესდება. ადამიანები არა მხოლოდ ხედავენ, რომ მათი სულ უფრო მეტი საყვარელი ადამიანი იგზავნება უკრაინაში სასიკვდილოდ, რუსულ ოჯახებში სულ უფრო მეტ გავს ერთი მიმაინც ოჯახის წევრი, რომელიც ან მოკლეს, ან დაჭრეს ომში. მაგრამ მათ ასევე უწევთ ყოველდღიური საჭიროებებისთვის უფრო მეტი ფულის დახარჯვა, თანაც გაუარესებული საზოგადოებრივი სერვისების პირობებში. ამასთან ISW აღნიშნავს, რომ რუსეთის სახელმწიფო გამოკითხვებმა ნელ-ნელა, მაგრამ აშკარად აჩვენა საზოგადოებრივი უკმაყოფილების ზრდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ. ეს გამოკითხვები მიუხედავად იმისა, რომ ტარდება და ქვეყნდება კრემლის მფლობელობაში მყოფი მედია სააგენტოების მიერ, აჩვენებს, რომ პუტინის რეიტინგი 6 კვირის განმავლობაში 2 მარტიდან 12 აპრილამდე შემცირდა 72.9%-დან 66.7%-მდე. პუტინისადმი ზოგადი ნდობის დონეც შემცირდა, ისევე როგორც მისი მმართველი პოლიტიკური პარტიის ერთიანი რუსეთის პოპულარობა. გამოკითხვები ასევე აჩვენებს, რომ რუსების 60%-ზე მეტს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, ხოლო აბსოლუტური უმრავლესობა მოუთმელად ელოდება ომის დასრულებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, როდესაც თვითონ კრემლის მედიის წარმომადგენლებიც კი ღიად აღიარებენ, რომ ხალხი უკმაყოფილოა. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც მოსკოვში ახლა პანიკაა, ხოლო პუტინის მოკავშირეები, მრჩევლები და სარდლები ფიქრობენ, რა გააკეთონ შემდეგ. მაგრამ სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს. იმიტომ რომ მაშინ როცა რუსეთი კიდევ ერთ ზაფხულის შეტევას ამზადებს, სადაც კრემლი იმედოვნებს, რომ მათი ძალები შეძლებენ წინწაწევას და თბილი ამინდის პირობებს მაქსიმალურად გამოიყენებენ ტერიტორიის მოსაპოვებლად, ფაქტია, რომ უკრაინა მუდმივად ძლიერდება. სინამდვილეში ექსპერტების, როგორიცაა ფარა თქმით, სწორედ კიევის ძალებს და არა მოსკოვისას აქვთ ყველაზე მეტი შანსი, რომ შედარებით წარმატებული ზაფხული გქონდეთ. მე ვფიქრობ, რომ გარდაუვალია უკრაინა აუცილებლად მიაღწევს პროგრესს და შეძლებს მათ გარღვევას. ოპილი საზღვაო სპეცრაზმელი ასახელებს რამდენიმე მნიშვნელოვან მაგალითს უკრაინული წარმატებებისა, რომლებზეც კიევის ძალებს შეუძლიათ იამაყონ და შესაძლოა კვლავ გაიმეორონ. მაგალითად, ხერსონში 2024 წელს, როდესაც უკრაინამ შეძლო რუსეთის ძალების უკან დახევა დნეპრის მეორე მხარეს, ან ხარკივის გარშემო და ჩრდილოეთით, სადაც უკრაინის ძალებმა კიდევ ერთხელ აიძულეს რუსების სრულად დაეტოვებინათ სუმის ოლქი. ფარაჰი ასკუნის, რომ ზუსტად იგივე შეიძლება მალე ისევ მოხდეს. ის ასახელებს ბრძანების სტრუქტურის მყიფეობას, ოფიცრების არაკომპეტენტურობას, მათ კორუფციას და საბაზისო სამხედრო რესურსების ნაკლებობას, ტყუის გარდა როგორც რუსეთის მოახლოებული კოლაფსის ძირითად მიზეზებს. ფარაჰი უფრო ფართო სურათს რომ უყურებს, ამატებს, რომ მოსკოვის ოფიციალური პირებიც სულ უფრო მეტად ღელავენ იმაზე, რომ ამდენი ფული და სამხედრო რესურსი უკრაინაში კონდეთ მიბმული. ის აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის სადაზვერო წყაროების მიხედვით, რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების 97% ახლა უკრაინაშია კონცენტრირებული და მისი ძალები იქ საკმაოდ სწრაფად იწურება. ეს ძალიან ცოტა რესურსს ტოვებს იმისთვის, რომ სხვა საფრთხეებსაც გაუმკლავდნენ ან დაიცვან თავი. ჩინეთმა მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად რუსეთის მოზომილი მოკავშირეა, შესაძლოა ისარგებლოს ამ ფაქტით, რათა შევიდეს და დაიკავოს შორეული აღმოსავლეთის ის ტერიტორიები, რომელთა დაპყრობაც 10 წლეულებია სურს. თუ ასე მოხდება, რუსეთი პრაქტიკულად უძლური იქნება ამის შეჩერებაში, რაც აჩვენებს, რამდენად დაეცა ეს ოდესღაც ძლიერი ქვეყანა და ეს ყველაფერი მისი პრეზიდენტის და ძალაუფლების დაუნდობელი სწრაფვის გამო მოხდა. ეხლა შეგიძლიათ გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ მიექანება რუსეთი დამამცირებელი მარცხისკენ, ამ ვიდეოში, რომელიც ანგრევს გარდაუვალი რუსული გამარჯვების მითს. სხვა მხრივ, ნახეთ ეს ომის ისტორიების კრებული, რათა უფრო დეტალურად გაიგოთ, როგორ ნადვურდებიან რუსი ჯარისკაცები უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით. და ბოლოს არ დაგავიწყეთ გამოიწეროთ მილიტარი შოუ, რათა მომავალშიც ისიამოვნოთ სამხედრო ანალიზითა და საინტერესო ინფორმაციებით.